ნიკა დიდი მადლობა სტუმრობისათვის. პირიქით დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის არჩილ მადლობა. ნიკა მიხედავთ იმისა რომ აი ამ გაყალბებული არჩევნების მაჩვენებლებშიც ნაციონალურმა მოძრაობამ საკმაოდ და ეფექტური შედეგი წარმოადგინა, მაინც იმ პერიოდში მოგიწია თავმჯდომარეობა, როდესაც მე ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობა საკმაოდ რთულ პერიოდშია. ანუ აქვს მხარდაჭერა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი თუ კი ჩავთვლით იმას, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ინტერესი ხელისუფლებაში მოსვლა არის. აქვს იმიჯი, მყარი იმიჯი, დადებითიც და უარყოფითიც, რაც არის მყარია და აი ეს იმიჯი საკმარისი არ არის აიმისოდ, რომ ახალი წარმატებები იყოს მიღწეული. ამიტომაც აი ამ შემთხვევაში ესეთი საკმაოდ დიდი რეფორმატორობა სჭირდება ახლა ნაციონალურ მოძრაობას და არა თქვა ისეთი მშვიდი რეჟიმი, რაც მანამდე ჰქონდა მიხედავთ იმისა, რომ თქვა საკმაოდ საინტერესო წინამორბედი ყავდა შენს, ასე თქვა გრიგოლ ვაშაძის სახით. მოდი დავიწყოთ აქედან, აი რა მოცემულობა აქვს დღეს ნაციონალურ მოძრაობას და რა არის ის მიზნები, რისკენაც ისწრაფვის და რისკენაც შემცდილობ ნაციონალური მოძრაობის რაღაცნაირად ხელახალ რებრენდინგს. კი ბატონო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გულახდილად მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მოკლედ გეტყვით თავშივე, რას ეფუძნება ჩემი ოპტიმიზმი მაყურებელს თქვენი მეშვეობითაც გავაგებინებ, რატომ ჯერა წარმატებისა როგორც პარტია ნაციონალურ მოძრაობისა, ახალი ნაციონალურ მოძრაობისა, გენებად განახლებული, რაც გინდა დავარქვათ, მაგრამ ფაქტია, რომ ნაციონალურ მოძრაობა მნიშვნელოვნად შეიცვლება და თორაც გულისხმობ ამათ კიდევ ქვემოთ მოგახსენებთ. რას ეფუძნება? ერთ-ერთი კომპონენტი მინდა გამოვყო. მე რომ ვიცოდე რომ არჩევნებზე 31 ოქტომბერს პარტია ნაციონალური მოძრაობა გავიდა აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე იდეალურ ფორმაში. აი როგორც მაგალითად მე ვისურვებდი ან გულხმოვანი ნებისმიერი ხარდაჭერა ჩვენი პარტიის ისურვებდა და ოპტიმალურ ფორმაში ვიღო მონაწილეობა არჩევნებში დაგვედო ის შედეგი რაც დავდეთ თუნდაც გაყალბების პირობებში, ხო? ის 525,000 ხმა, ნუ ვიფიქრებდი რომ ეს არის ჩვენი ჭერი. და რესურსი გაზრდისა მხოლოდ არის იმ შემთხვევაში თუ შევცვლით მოკლედ საარჩევნო სისტემას, ხელისუფლებას, პროკურატურას, პოლიციას და აღარ გაყალბდება. უახლოდ ვაღიარებ, რომ ნაციონალური მოძრაობა რო ყოფილიყო იდეალურ ფორმაში, გაცილებით მეტ ხმას მიიღებდა, ვიდრე მიიღო გაყალბების პირობებში. ანუ გააყალბებდნენ მაგრამ მე მჯერა რომ 28% კი არ გამოუვიდოდათ დაწერილი ჩვენზე, არამედ გაცილებით მეტი, ის 34-35. აქ არის ძალიან სერიოზული ზრდის რესურსი, ამას დამატებული ის პროცესი, რომელიც დაიწყო დაახლოებით თვეზე მეტია სულ ოდნავ პარტიაში სულ უფრო და უფრო მეტი და მეტი ახალი და ახალი ადამიანების შემოსვლამ ეს თავისთავად შეუძლებელია არაისახოს შედეგზე ელექტორალური ზრდის თვალსაზრისით. ბუნებრივია ვგულისხმობ, ხალხი გვიერთება სხვადასხვა დონეზე, როგორც პარტიის ორგანიზაციის, პირველადი ორგანიზაციების დონეზე, ასევე პარტიის მმართველობის დონეზე და ზოგადად ისედაც ადამიანები მოდიან და უნდათ რომ საკუთარი თავი გამოცადონ პოლიტიკაში. ეს ადამიანები ან არ იყვნენ აქამდე ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში, ან იყვნენ, მაგრამ თავს იკავებდნენ ბრძოლას ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. არავინ არ მოვა თქვენს ეთერში არც ერთი პარტიის თავმჯდომარე ან წარმომადგენელი და არ გეტყვით რომ იცით რა ის წარმოადგენს არაკვალიფიციურ პარტიას, რომ მისი პარტია არ არის კარგი, რესურსული, მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული. ბუნებრივია, ყველა იტყვის რომ პარტიას აქვს წარმატების დიდი პოტენციალი, მაგრამ გულახდილად ხედავ იმას, რასაც უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში, რაც მე ნაციონალურ მოძრაობაში ვარ, ვერასოდეს ვერ ხედავდი. ასეთი გახსნილობა, ასეთი გულახდილი მიმღებლობა განსხვავებული ადამიანებისა ჩვენს პარტიაში არ ყოფილა. ყოველთვის ვცდილობდით, რომ ბუნებრივია კარები გაგვიღო, ფანჯრებიც გაგვიღო, პლატფორმა გამختارიყო ნოყიერი, ჯანსაღი ყველასათვის, მაგრამ არ გამოგვდიოდა ისე როგორც შეიძლება და ჩაფიქრებული ქონდა, იმიტომ რომ ალბათ გადარჩენისთვის ბრძოლა იყო რაღაცა წლების განმავლობაში, დევნისგან ვიცავდით თავს და ბევრი რაღაცისთვის უბრალოდ ჩვენ ვერ მოვიცალეთ. თუ კი ხდებოდა განახლება და თუ კი ხდებოდა ახალი ადამიანების პარტიაში და ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანი პროცესი იყო ისიც, შემოსვლა ხდებოდა უშუალოდ არჩევნების წინ, უშუალოდ რამდენიმე თვით ადრე.
რეალურად სიმართლე ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც დასაფასებელია და დღესაც წარმოადგენენ რამდენიმე მათგანი ნაციონალურ მოძრაობის წამყვან ძალას, უბრალოდ პირდაპირ ხდებოდნენ პარტიის საარჩევნო საპარლამენტო სიაში. ახლა გვაქვს თვისობრივად განსხვავებული ვითარება, როდესაც ბრძოლაში მოვიდნენ ადამიანები, რომელსაც არც აქვს ნაწილ მათგანს პოლიტიკური გამოცდილება, მოვიდნენ პარტიაში იმ დროს, როდესაც დევნის ქვეშ ვართ. მაგალითად, არა მხოლოდ მე, არამედ ბევრი კიდე სხვა, ხო? აი ეხლა თუნდაც რა ვითარებაშიც ვართ, ეხლა ხელისუფლება ფიქრობს, მაგრამ ვერ გადაუწყვეტია დამიჭირონ, არ დამიჭირონ, გამიგეთ ეხლა და ასეთი პარტიის თავმჯდომარეობის ქვეშ, როდესაც პარტიის წევრი ხდები, ახალი ხარ, ახლა არ არის ნამდვილად ადვილი და ძალიან ვაფასებ ყველა იმ ახალი ადამიანის გამბედაობას, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება და დადგნენ ჩვენთან ერთად. ნაწილი მათგანი უბრალოდ არც კი იყო ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი და დიახაც მინდა რომ რაც შეიძლება ყველა ოპოზიციურად სხვადასხვანაირი განწყობის ადამიანები დავინახო ნაციონალურ მოძრაობაში. და ეს ერთხელ და სამუდამოდ გაუთავებელი საუბარი, რომ იცით რა, შენ თუ ადრე იყავი ქართული როცნების ოდესმე ხარდაჭერი ან თუნდაც წევრი, ხო, შენი ადგილი არ შეიძლება იყოს ნაციონალურ მოძრაობაში. მე ესეც მიხარია, რომ თითქმის ყველა უკვე ნაციონალურ მოძრაობის აქტიური მხარდაჭერისთვის ეს აღარ არის პრობლემა. თავში იყო, ნამდვილად იყო. ჩვენ მივხვდით, რომ და ეს ძალიან მახარებს. აბსოლუტურ უმრავლესობები არიან ცოტანი დარჩენილები მეგობრები Facebook-ის მეშვეობით ვცდილობ ინდივიდუალურად ვემუშაო და აუხსნა, რომ თუ ოდესმე ქართული ოცნების ამორჩეველი აქტივისტი იყო, არ ნიშნავს იმას, რომ მას არ აქვს სტრატეგია პრინციპში ერთი ის არის, რომ ძირითადი ოპონენტების მხრიდან, როდესაც ადამიანები გადმოდიან, ეს ზოგადად პოლიტიკურად სტრატეგიულად გამართლებულია და მეორე მხრივ კიდევ, პატარა საზოგადოება. კატეგორიის ამორჩეველი არსებობს ზოგადად. ერთი, შენი პარტიის ერთგული ამორჩეველი, მეორე, შენი პარტიის ნახევრად ერთგული ამორჩეველი, ანუ სვინგერი, ამორჩეველი ხან არის შენი და ხან არ არის, მესამე კატეგორია ამორჩეველის სხვა პარტიის ნახევრად ერთგული, ანუ ხან აძლევს ხვანს და ხან არ აძლევს და მეოთხე კატეგორია ამორჩეველის სხვა პარტიის ერთგული ამორჩეველი. დიახაც, ჩვენ იმდენად კვალიფიცირებულად უნდა ვაკეთოთ პარტიული პოლიტიკა, რომ აი ეს მეოთხე კატეგორია ამორჩევლისა, რომელიც დღეს მდგომარეობით ერთგული არის სხვა პარტიის, ესეც კი კარგი გაგებით ალბათ გამომივა, ვაჯანჯღაროთ პოლიტიკურად, დავარწმუნოთ, რომ ადრე თუ გვიან მესამე კატეგორიაში გადმოვიყავოთ, მერე მეორეში და მერე პირველში გავხატოთ, იმიტომ მე თავადაც ეხა ვარ პარტიის ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარე, რომელიც ეხა ხელმოქვეყანა მიცის, იყო დრო რომ არ ვაძლევდი ხმას ნაციონალურ მოძრაობას ახალგაზრდულ ასაკში, ვთვლიდი ასე და ახლაც მჯერა რომ ჩემი ნაბიჯი იყო სწორად გადადგმული, იმიტომ რომ ჩემს ინსტინქტებს დავუჯერე, ხო? 2008 წელს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავის აღარ აქვს უფლება დადგეს სწორმხარეს, ცხოვრების სწორმხარეს, განვითარების სწორმხარეს, ისტორიის სწორმხარეს. თუმცა ის რომ ბოლო კატეგორია რაც შენახსენე, ჯერ პოტენციურ ამორჩეულად იქცეს და მერე რეალურ ელექტორატად, აი იმ სტერეოტიპების დამსხვრევა არის საჭირო, რაც ნაციონალურ მოძრაობაზე ნეგატიურ ნაწილში არის. 2021 წელია. თაობები ამორჩევლების 9 შეიცვალა 2012 წელს წარმოვიდგინეთ, ხო? ყოველწლიურად ქვეყანას ემატება 50,000 ახალი ამორჩეველი. ანუ საავადმყოფოდ ყოველ წელს დაახლოებით 50,000 ადამიანი გარდაიცვლება, 50,000 ახალი ადამიანი იბადება და შესაბამისად, 17 წლის ვინც არის დაუშვათ წელს, მომავალ წელს გახდება 18 წლის და წავუდგა არჩევნებზე. ამ ადამიანებს წარმოვიდგინეთ ეხლა, ხო? არც კარგი ახსოვთ, არც ცუდი ახსოვთ, არც ნეგატივი, არც პოზიტივი. მითები და პროპაგანდა ქმნის მათში პოზიციას. კი, რა თქმა უნდა, პროპაგანდას მოჭიდება ქონდა ვაღიაროთ ქართული ოცნების, იმიტომ რომ მათი ძლავრი შესაძლებლობები ძეოდა ამის ფუფუნებას, მაგრამ ახლა რაც უფრო დრო გადის, მე ვატყობ ეხლა ემპირიულად, ხა პრაქტიკოსი პოლიტიკოსი ვარ, კანდიდატი ვიყავი აგერ სულ რამდენიმე თვის წინ გდანის რაიონში. ეხლა ტელევიზიით მუშაობა და თქვენი ეთერი ეხლა არაჩვეულებრივ შესაძლებლობას მაძლევს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ერთდროულად ავუხსნა ან გავაცნო ჩემი ხედვები და უბრალოდ გავესაუბრო. მაგრამ ველზე მუშაობა პოლიტიკოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ორივე ერთად როცა კეთდება,
ანუ საუბარი კამერის თანდასებით და გამარჯობათ როგორ ბრძანდებით მე ვარ ნიკამელია ვაპირებ ამასა და ამას რა პრეტენზია გაქვთ ჩემთან გთხოვთ გულახდილობაზე მითხრათ დიახ სულ სხვა ეფექტი აქვს და ეს ყველაფერი გამოცდილია ანუ უბრალოდ პრაქტიკაში გატარებულია და როდესაც ეს ყველაფერი ხდება ვგრძნობ რომ 10-დან 10 ისეთი ადამიანიდან ვინც შესაძლებელია არ იყოს გადაწყვეტილი ვის მიცეს ხმა პარტია ნაციონალურ მოძრაობას თუ საერთოდ არ წავიდეს არჩევნებზე თუ კიდე სხვა პარტიას ну აი ალალად გეტყვით სიმართლეს 10-დან 6-5 ადამიანი გამხდარა ჩვენი მხარდაჭერი მართლაც უნდა გდანის რაიონი არის ნათელი მაგალითი ამისა რა რომ მიუხედავად ყველაფრისა რა არ გაგვიკეთეს საერთო კანდიდატი ვიყავი ოპოზიციის ხო მაგრამ ამის მიღმაც უამრავი ხმა მივიღეთ ისეთი რომელიც მაგალითად შეიძლება 3-4 თვით მე მუშავა ველზე ვერ ვიფიქრებდი კი ხო ეს იგივე გაკეთეს მაგრამ თუმცა ახალბეჭდად არაჩვეულებრივი შედეგი დადო სამგოში იმიტომ რომ ფუტკარევი შრომობდა ხო ცეცხლ წაკიდებული იყო და ნიშნულოვნად ბევრ ადამიანს უკვე პირადად ბევრი ლიდერი სხვადასხვა კუთხე კუნჭულში სოფელში დაბაში რაიონში უბანში უკვე ნალაპარაკებია ბევრ ადამიანთან და ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის მაგრამ ეს არის ერთი რა მიმართულება რაც უნდა ვაკეთოთ მაგრამ ამავე დროს ეხა თვალი უნდა გაუსწოროთ რეალობას და მნიშვნელოვანი არის რომ პარტიაში მივიღოთ ახალი იმპულსი ძლავრი იმპულსი რაც არ უნდა აი კარგ ფორმაში ვიყოთ რაც არ უნდა მებრძოლ ასე თქვათ პოლიტიკურ ფორმაში ვიყოთ ყოველთვის არის მნიშვნელოვანი და საჭირო დროდადრო ახალი ენერგია, ახალი სისხლი, ახალი იმპულსი, კომპანია რომელიც ახლა წარმატებული არის, თუ არ განახდა დროდადრო ისიც ჩავხაღდება. თუმცა აქ ერთი საინტერესო მომენტია, რამდენად თვითყოფადები და თავისუფლები იქნებიან ახლები. ეს არის ახალი ამჩევრისთვის ეს არის ინდიკატორი. ანუ თუ ძველი ტრადიციული ამჩევრისთვის არის 2014 წელს როცა მოვედი ნაციონალურ მოძრაობაში მე მაშინ პოლიტიკური წონა კაპიტალი ხა არ მქონდა და ამას დიდი შრომა ჭირდება და მუხჩა უხრელი შრომა ჭირდება და მონდომება და мотиваცია ჭირდება ხო მე რასაც ახლა მეგობრებთან ერთად და ძველ მეგობრებთან ერთად და მიხარია რომ დიდი ნაწილი მათგანი ძალიან დიდი ნაწილი მათგანი მართლაც აი ფიზიკურად მეხმარება რომ ამ ადამიანებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნათ რომ გაიხსნან რაც შეიძლება სწრაფად გვინდა რომ პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა მიეცეთ რეალურად პარტიაში პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა და არა უბრალოდ ჩემთვის შეიძლება არა მაგრამ ვიღაცას იყოს დამაკნიებელი ახალი სახე და სინამდვილეში არაფერი იმის იქით არ იყოს აი ქართულ ოცნებაში უბრალოდ ხედავთ ხო რომ სხვადასხვა თაობის წევრები მოდიან წევრები და შემთხვევით არ ვახსენებ და არა პოლიტიკოსები იმიტომ რომ იქ პოლიტიკოსი აღმოცენებული ბიძინა ივანიშვილის წიაღში დაბადებული და აღმოცენებული თვითყოფადი პოლიტიკოსი მეჯერ არ მინახავს კი ბევრი ხშირად პოლიტიკოსები წინააღმდეგობის მე ხდებიან ხო იქ არ მინახავს ხო ჯერჯერობით ხო მე-9 წელიწადია ხელისუფლებაში არიან ეხლა ბევრი კამათი შეიძლება ბევრს უკამათია ბევრს იკამათებენ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში მაგრამ აი ამ ჭრილში განვიხილოთ უბრალოდ ძალიან მოკლედ მიხეილ სააკაშვილის დროს რაც ის უკვე იყო პრეზიდენტი და მას შემდეგ დღემდე თუ კი ვინმე პოლიტიკოსად შეიქმნა და ჩამოყალიბდა და პოლიტიკური კაპიტალი აქვს დიახაც ან მისი გუნდის წევრი იყო ან მისი პლეიადა არის პოლიტიკური კლასიდან ანუ სააკაშვილთან ერთად რაღაცა და სააკაშვილის ხვებთან ერთად მოდიოდა ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბილიკებზე და აქ ივანიშვილი უახლოესი გონდებით აი უბრალოდ ვინ შეიძლება გამოყოთ ისეთი ვიზეთ შეიძლება თქვა რომ ეს ადამიანი არის თვითყოფადი მე მგონი ვერავის ვერ გამოყოთ ესეც ერთ-ერთი ილუსტრაციაა ჩემთვის რომ ბატონი ივანიშვილი არასოდეს და ხელი რო შეეწყო ამას შეძლებდნენ ბევრი შეძლებდა მე არ ვამბობ და არასოდეს მithქვას რომ ქართულ ოცნებაში ყველა უტვინოა ან არ არის კვალიფიციური კვალიფიციური ადამიანებიც არიან ნიჭიერებიც არიან ალბათ ხო და პროფესიონალებიც იქნებოდნენ უბრალოდ ნებარო ყოფილიყო მაგრამ ბიძინა ივანიშვილს არ სურდა პირველივე დღიდან რომ ეს ადამიანები გამხდარიყვნენ პოლიტიკოსები უნდა რომ ყოფილიყვნენ როგორც მოსამსახურე თუმცა ორივე პარტია უბრალოდ პარტიების უმრავლესობა ახლა ამ შემთხვევაში ორ პარტიას ამბობ როგორც ძველ მართლ და მიმდინარე მართლ პარტიას
აქვს ზედმეტი ცენტრალიზებული სისტემა, რაც თანამედროვე პარტიის მართვის შინაარსს ცვლის. ანუ აი ერთი ადამიანი, ბელადი, ლიდერი მის ქვეშ. იმიტომ კი არა რომ გვინდა გავეპრანჭო რა ნამდვილად მაყურებელს, პოტენციურ ამომრჩეველს და ამიტომ ასეთი ის ვორდინგი მაგ და ასეთი წინადადებების რახარუხია არ მინდა ვიღაცამ ჩათვალოს რომ აქვს. დიახ, შეგენებით ვამბობ ამას. ეს არ არის ერთი კაცის პარტია, ეს არ არის ორი კაცის პარტია. პირდაპირ გეუბნებით რა. როცა ახლებიან მოდიან და მე არის ადვილი პროცესი. ამადა ესე არ არის გემცველი. წააგო არჩევნები როგორც არ უნდა წააგო, გაყალბებით თუ გაუყალბებით და გაუყალბებლად და განახლების პროცესი დაძრა და მე რაღაცნაირად მიიტანო A-წერტილი და B-წერტილამდე, ხო? ადამიანთა საუბარი იყო საჭირო, დარწმუნება იყო საჭირო და აქაც ნახეთ ქართული ოცნება რეალურად გამარჯვებული ყოფილიყო, ახლა საზოგადოებაში იქნებოდა შესაბამისი და როგორც წესი დამარცხებულ პარტიასთან არჩევნებიდან 2 თვეში არ მოდიან ნამდვილად. ან განვითარება უნდა დაინახო. დიახ, ან განვითარება უნდა დაინახო და პირიქით მიუტვიან გამარჯვებული პარტიისკენ. ამიტომ რაღაცა მინდოდა გამიწყდა აზრი, ერთი სიტყვით ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა დიახაც არის ორი დიდი მსხვილი პარტია, სისტემური პარტიები შეიძლება ითქვას. და მით უმეტეს რთული იყო ის რაც მოხდა პარტიაში რომ მომხდარიყო ჩვენთან ნაციონალურ მოძრაობაში გულისხმობ, იმიტომ რომ მოქნილობა ნამდვილად და ელასტიურობა ხშირად უკეთესეს იმედს ტოვებს ხოლმე, როცა დიდი არის პარტია. მაგრამ გვინდა ყველა დავარწმუნოთ, რომ ეს პარტია თქვენიც გვინდა გახდეს. აი თქვენ რომ მობრძანდებით ჩვენთან პარტიაში და ვამბობთ, რომ რემონტია გასაკეთებელი, ხო პოლიტიკური, თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ ის რემონტი თითქოს თქვენ სახში კეთდება, აი ნატურა თუ გადამწვარია, ჩემს პარტიაში, მიხეილ სააკაშვილის პარტიაში კი უნდა გამოცვალოთ ნატურა და ნიკა მელიას და რომან გოციძე, სალომე სამონდაშვილი, თიკა ბოკუჩავას, არ ვიცი ბეგ ლევან ბეჟაშვილის და სხვების პარტიაში კი არა, შენს პარტიაში უნდა გამოცვალო. იმიტომ რომ ამის გარეშე შეუძლებელია ბერ ადამიანს მოუნდეს ვიღაცის პარტიაში ყოფნა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ის, ბუნებრივია ხა როლი ამ პარტიაში დიდი არის, მნიშვნელოვანი არის სხვადასხვა ლიდერების განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის დამფუძნებელია, დევნილია მისი ასე ვთქვათ გავლენა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი და დიდია, თუმცა აქაც კიდევ ერთხელ ვამბობ, არა იმიტომ რომ კუთხეები მინდა დავანგოლო, სიმართლე არის და იმიტომ არის ხაზგასასმელი. თუმცა აქ არის კიდევ მიხეილ სააკაშვილის ნება რო არ მე არ ვაპირებდი მაგალითად ამ ორთავზულოში შესვლას და არ იქა ეხა მე თავმჯდომარედ უნდა ამირჩიოთ, რომ ანუ ცხოვრება კიდევ უფრო გავირთულო და კომპიუტერ ხშირად ხუმრობ ჩემს მეგობრებთან აი იმ კომპიუტერულ თამაშს გავს ჩემი ცხოვრება თქო უკანასკნელ წლებში აი ეტაპიდან ეტაპზე რომ გადადიხარ და სულ უფრო რთულდება ხო იცით მორიგი ეტაპი მაგრამ დიახაც ეს ადამიანი ძალიან მიწყობს მე ხელს ნუ ყველანი დავწმუნდით რომ რაღაცნაირად ვართ ციყვი ბორბალში და ეს პროცესი შესაძლებელია მიდგომები არის შესაძლებელი როგორ შეიძლება გადაწყვეტილებები ახლებურად მივიღოთ ახალმა ადამიანებმა რომ მიიღონ გადაწყვეტილება ხო არ ჯობია ვიდრე ისევ ჩვენ ვიყოთ ხო სულ მუდამ არ ვიდა და გაიხსნა ეს ტრომბები გაიხსნა ბევრი ტრომბი იყო ანუ მე როცა ვიცი რომ ჩვენთა პარტიაში უდიდესი და ვებერთელა სივრცეები არსებობს გაუმჯობესებისთვის და ეს სივრცეები თუ გაუმჯობესდა თუნდაც ნახევრად ხო შედეგი ავტომატურად გაიზრდება რა ან ჯერა თუ კი შესაძლებელია დაგლეწონ არჩილ იარაღით დაგირბიონ უბანი მე დაგიწვან დაგიშინონ რა გააკეთეს ბოლო წინადღით ბატონი ივანიშვილი მოიყვანეს გდანში ხშირად ვიხოს და შეიძლება თუ გავიმეორებ ეთერში მე ვიკითხე იქ მე გახსოვთ მეთქი ამ წლების განმავლობაში რაც არის ივანიშვილი ხო არა არ არის ადამიანი ნაყოფი გდანში ვიცხოვრებაში და არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოიყვანეს გდანში საღამოს 9 საათზე ხო კი ვიხდი რომ მეორე დღეს ესენი მოკლედ ჭკვიანს ვერაფერს ვერ გააკეთებდნენ ერთგვარი მწვანე შუქი აუნთეს მოძალადეებს აი მიუხედავად ამისა თუ შენ უგებ ქართულ ოცნებას ხო იმიტომ რომ ბევრ ადამიანს კი და ყველა ჯეროდა გდანში გამარჯვების მოხერხდა მიხარ გდანში ყველა ჯეროდა გამარჯვების და აი როდი გახსოვთ თქვენ იარაღს უმიზნებდნენ იარაღს უშვერდნენ და იქ ბიჭები დამკვირვებლები ჩემი შტაბის წევრები ეუბნებოდნენ რომ ვინც არ გვესწავლოსო ან იმდენად დამართულები იმდენად შემართულები იყვნენ
სადღაც ისე არ იყო როგორც გვინდოდა, სადღაც ისე ვერ დავიცავით ხო, მაგრამ აგერ გვაქვს მაგალითი რამდენიმე ოლქის შემთხვევაში ხო, სადაც მაგრად დავდექით, მაგრად ვიბრძოლეთ, დავამარცხეთ ივანიშვილი. ეხლა ჩვენი ამოცანა არის, რომ ყველაფერი ერთობლივად მართლა გადაიდო და უნდა გადადებულიყო დიდი ხნის წინ ბევრი კომპლექსი გვერდით, იმიტომ რომ ქვეყანა ყავს მართლა რეანიმაციაში და გადასარჩენია სახელმწიფო. აი ამ გზაზე როგორ და ოპოზიცია ის ლელოს წარმომადგენელია, ის ევროპული საქართველოს ეს ნაციონალიზმი, ეს აიშალა. ანუ საღად მოაზროვნე ადამიანები ასე პროცესს ჩემისაც და აღარ უყურებენ. აღარც უნდა უყურებენ, თუ ვინმე უყურებს, უნდა დაავარწმუნოთ. იმიტომ რომ ჩემთვის არის ორი პლატფორმა, აქეთ დგას მოსულნე ხალხი, ვისაც უნდა ქვეყანა წინ მიდიოდეს, აი ამით ანთებული ხალხი და აქეთ უბრალოდ დგანან ადამიანები, რომლებსაც მდგომარეობა აქვს შექმნილი და აწყობთ უბრალოდ ეს ხელისუფლება, თუმცა არც მოწონთ. აი როგორც 2012 წლის ბოლო ჟამს მე ვიცნობდი ადამიანებს, ვისაც კატეგორიულად არ მოწონდა ნაციონალური მოძრაობა, ხელისუფლებაში მოძრაობა ნაციონალური მოძრაობა, აი არანორმალურად არ მოწონდა. იყო ქართული ოცნების უკვე პოტენციური ჩუმი ამორჩეველი, მაღალ თანამდებობაზე იყო, მაგრამ ეგუებოდა გამიგეთ ამ რეალობას, იმიტომ რომ ხელფასი ჰქონდა, რაღაც საჯარო ხელობა, მანქანაში და ასე შემდეგ. ბევრი ქართული ოცნების ასე თქვა პლატფორმაზე ასეთი ადამიანია ძალიან ბევრი. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით აქტიური ნაწილი საზოგადოების პოლიტიკოსიც, ექიმიც, არ ვიცი, მეწაღეც, არ ვისაც მართლა უნახავს ცხოვრება და ჯერა მომავლის, უნდა გავერთიანდეთ, რომ ეს მეტასტაზირების პროცესი შევაჩეროთ. და რაც თავარია ნაციონალური მოძრაობა უნდა გამოჩნდეს ესე როგორც დადებითი წარსულიდან დადებითი გადმოყვეს, მაგრამ არა უარყოფითი, რაც საკმაოდ რთული პროცესი. რთულია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ბოდიში რომ სულ რეფერენსად მომყავს გდანი, მაგრამ იმიტომ რომ მარტივად ვცდილობ რომ აუხსნა საზოგადოებას ისეთ რაც მინდა. თუ სადღაც ეს მოხერხდა, სხვაგანაც ხომ მოხერხდება, ხო? ჩვენი უპირატესობა სწორედაც ამაშიც არის, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში რომ ვიყავ, ვიცით, იციან იმ ძველებმაც, ჩვენი მეგობრები, იციან სად დაუშვეს შეცდომა, სად იყო ასევე დანაშაული ჩადენილი, რომ სულ მართლა საკუთარი თავისადმი სერიოზული უპატივცემულობა არ აგავს, ხო? თუ მართლა ბოდიში და პოლიტიკური მაზოხისტი არ ახარ, ცხვირი კედელზე მიტყული და გატეხილი და ანუ გეტკინა, ხო? მოინტრიე ისე და იგივეს გაკეთება შენ მოგინდა კიდევ სულის დონეზე შეუძლებელია. არიან ნაციონალურ მოძრაობაში ადამიანები, რომლებიც სასურველია პენსიაზე გავიდნენ, მე დასახლებას რა თქმა უნდა არ გთხოვ, მაგრამ არის თუ არა ეს ფაქტორი, იმიტომ რომ როგორც ახალი შემოდის, ისე რაღაც ნაწილი წავიდეს. არის ასე პენსიაზე ხელოვნურად ვერავინ ვერასოდეს ვერ წავა. ეხლა მეც სიტუაციურად ზუსტად იმის ხარჯზე რომ სიახლე თავისთავად უბიძგებს. ისე რა ახალმა ადამიანმა უნდა დაიმკვიდროს თავი ლიდერად ვერ დაინიშნები, ხო შენ? ლიდერად ვერ დაინიშნები. ხარდაჭერა შენ ასე ხელოვნურად ვერ შეგექმნება, უნდა მოიპოვო. თუ ახალმა ვეტერანსაჯობა იქნება ახალი, თუ ვეტერანმა კონკურენცია გაუწია ახალს და ახალმა ვერაფერი ვერ დააკლო ჯანსაღი. არა, ისე თუ ფიქრობ რომ არის ხალხი, რომელიც სასურველია პენსიაზე. იცით რა არის, ბევრი ადამიანი ნაციონალურ მოძრაობას მართლა ჩამოცილდა უკვე თუ აკვირდებით რა, ეხა რამდენიმე პარტია გაკეთა, რომელთა დიდ ნაწილთან მეგობრობ მე, ვინც ამ პარტიაში არიან ლიდერებად და წარმატებასაც უსურვებ და ეს ერთი ბრძოლა არის, იმიტომ რომ ეხა პარტიული ნიშანი ისეთი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა ჩვენ რეჟიმმა, რომელსაც ოლიგარქიული ქვია, არ შეიძლება რა, ხა დემოკრატიაზე ვსაუბრობთ და თან ამავე დროს ოლიგარქატი იყოს ხო, ჩვენ დემოკრატიული მართვა ჯერ არ გვინახავს საქართველოს ქალაქებს ვაღიაროთ. ხო, ამიტომ 2012 წელს ანუ ოქსიმორონია რა, ერთი მეორესთან მე ძვირფას ელჩებსაც ამას ვეუბნები და სხვათა შორის, როცა ამას ვეუბნები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ხო? აქ მაინდა-მაინც პასუხი ვერავის ვერ ექნება. იმენ ყველა მიცის. შეუძლებელი. კი, ამიტომაც უნდოდა. ნახეთ, მიხეილ სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობასთან რომ მოვიდა არჩილ, მას ჰქონდა ორი ძირითადი დაპირება და ორივე შესულდა. ნახეთ, ეს იყო კორუფციას დავამარცხებ, იმას დავამარცხებ. და სატელევიზიო დაჭერებიც სამწუხაროდ დაკვეთა იყო საზოგადოების და დააშუქრავენ. ეხლა აბა ნახეთ, პიარულად საზოგადოებას რომ მოწონდა კაბინეტებიდან, იმიტომ გამოყავდათ. ეს არის ნორმალური მოვლენა, მაგრამ ფაქტი იყო, ამის სურვილი იყო. მაგრამ ეხლა მეგონიერება მე რა მოხდა? მე მოხდა საზოგადოებამ უთხრა რომ
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეხა ჩემო ბატონო, ცოტა ხანი მუხრუჭი, ცოტა ხანი კი არა, უკვე მუხრუჭი უნდა ამოიწიოს და სასამართლო სისტემა მოდით ერთხელ სამუდამოდ ქვეყანაში დამოუკიდებელი გავხადოთ რა, რომელიც არც საბჭოთა კავშირის ყოფილა, არც მეფის რუსეთის და ეხა გვინდა და ვერ მოხერხდა ეს. მოდი ხა თქვა შეზღუდული იყო რა, გენპროკურატურას რა გენპროკურატურა და რა საქალაქო სასამართლო ხა ჩვენ დროს ასე იყო, სიმართლეს გამომარჯოს. ხო, მოვიდა ეს ხელისუფლება, მოდიოდა და ამათი მთავარი დაპირება რა იყო? ყველა ხელისუფლებას, რომელიც მოდის ხელისუფლებაში, ნუ პოტენციურად ჯერ კიდევ ოპოზიციას, რაღაცა ერთი მთავარი მაგისტრალური დაპირება. ადამიანის უფლებები და სასამართლო. ადამიანის უფლებები, სასამართლო მართლმსაჯულება. მართლა ძალიან ბევრს ჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ახალ ეტაპზე გადავიდოდა ქვეყნის განვითარება და ეს ყველაფერი მოგვარდებოდა, მაგრამ ნუ ნახეთ რა მოგვარდა. პირიქით მათ შორის ერთ-ერთი ადამიანი შენს წინ ზის. კი, ჩემი ოჯახის წევრები, არჩი, მამაჩემი, დედაჩემი, ჩემი უახლოესი მეგობრები, ხო 2012 წელს, ამიტომ ამბობ, მე არასოდეს არ მინდა მივაყენო, არასოდეს არ ვიტყვი. კი ბატონო, რუსეთის ფედერაციის ეხლა ინტერესი რო იყო რომ ხელისუფლება შემა იმის თქმა რომ სპეცოპერაცია იყო და შეცვალა თითქოს ხალხი არ იყო აღშფოთებული ბევრი რაღაცის გამო ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ხო? ეს ამის თქვა უბრალოდ არაგუწფელობა შენ თუ გინდა რომ დობა მოიპოვო რუსული სახელმწიფოს ფაქტორი ყველა ხელისუფლების მოსვლაში იყო მათ შორის მიხეილ სააკაშვილის დროსაც ამას ვერ უარყოთ უბრალოდ ეს აღარ არის ახლა ეს უფრო მეცნიერებისთვის საინტერესო თემა არის ვიდრე აქდება საკამათო საკითხი ეს მეცნიერულად შეიძლება ხა რაღაცაზე მაგაზე მაგრამ ახლა მინდა ნიკა აუცილებლად კითხო პროცესი რაც ახლა მიდის აი ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, თქვა ნაციონალური მოძრაობა უფრო წინ იხედება. მოდი 2003 წელს უბრალოდ სხვა ნახეთ რო დაგავიწყოთ 2003 წელს მე ხალხის ნება აღსასრულებელი იყო. გამორიცხული იყო, მაგრამ დამატებითი ფაქტორებიც იყო. ეხლა რუსეთის ფედერაცია ალბათ ქარაფშუტულად იმედოვნებდა, რომ ახალი ხელისუფლება რომელიც მოვა მის ვექტორზე გადავიდოდა, მაგრამ ნუ გამორიცხული იყო. და ხო, ჩართულობაც ჰქონდათ მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც, ესეც ფაქტებია უბრალოდ, ხო. რაც შეეხება მიმდინარე პროცესს, არის ერთ-ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობა უფრო ფიქრობს 2024-ის ტიპის არჩევნებზე, როდესაც თუ ეს მოცემულობა იქნება, რომელი პარტიები იქნება და 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში დღეს პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება. ხო, აი, რამდენად აქვს ნაციონალურ მოძრაობას გათვლა ამაზე საინტერესოა. იცით რა არის ჩვენ არ ვამბობთ რომ აუცილებლად უნდა იყოს ბარიერი 5% და ვიცი რომ თუმცა თუ ჩაიშლება ეს ყველაფერი მოლაპარაკებები სხვადასხვა პარტიებს აქვს სურვილი რომ 2024 წელს 2024 წლიდან არჩევნები ჩატარდეს მაგალითად არა 5%-იანი ბარიერით, ხო? საარჩევნო არამედ 3%-იანი გირის მაგალითად აქვს, აი ბუნებრივი უნდა 0.66 უნდა პროცენტი რომ იყოს ბუნებრივი ბარიერი. არც ამის წინააღმდეგ წავიდოდით ჩვენ და მივდივართ თუ კი იქნება ამისი ინტერესი რა არის? ინტერესი არის ის რომ თუ კი პარტნიორებს შეს პოლიტიკურ პარტნიორებს დღეს სიტუაციური პარტნიორები ჩვენ ახლა მართლაც კონკურენტები ხართ. მე ვცდილობ ახლა არ ვიყოთ ჯერ კონკურენტები, იმიტომ რომ რა კონკურენტები ხართ. ხო, კონკურენტები გავხდებით, უბრალოდ ეხლა ასპარეზი არა გავს რომ იყო კონკურენტი. კი ბატონო. გავიგეთ? ანუ კენტუსები რო გაიკეთო ეხლა რაღაცა იქ პოლიტიკური აზრი აქვს ანუ სადაც უნდა შეეჯიბრო ის არ არსებობს არჩევნები როგორც ინსტრუმენტი. თუმცა რა თქმა უნდა ყველაზე ვიქნებით. რა თუ კი ჩვენ ამ ყველაფერს დავთანხმდებით, ხო და ამ კომპრომისზე წავთ ხოლმე ჩვენი პარტნიორების ხათრით და რატო უნდა გქონდეთ ხათრი პატრიოტები? პარტნიორების მიმართ ხათრი. პარტია სხვა ინტერესები მაგალითად ის რომ ნაციონალური მოძრაობა გახდეს ერთადერთი საპარლამენტო კონკურენტი ქართული ოცნების. პოტენციურად ახალ პარტიებს ჯერ კი მათ დაბალი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ პოტენციურად პერსპექტივა ხო აქვთ? კი ბატონო, მაგრამ კონკურენტი პოტენციური პერსპექტივით გინდა იმაზე დიცულობდათ ვიდრე ბევრს ეგონა. პოლიტიკაში რო ეგ არის ბევრსაც ეხლა მართლაც გონია სინამდვილეში რომ პარტია ნაციონალურ მოძრაობას თუ ვინმეს არ აწყობდა პარლამენტში შესვლა არ აწყობდა ნაციონალურ მოძრაობას არა და მართლა გეუბნები ასე არც იყო ნამდვილად არ უბრალოდ ჩვენ არა 36 მანდატი არა მარტივი რო თქვა უარი თავისუფლება არ ქონდა ეხლა გდანში მე რაც დავინახე ეხლა რო ანამუსიტო შესულიყავი იმ დღეს შევიკრიბეთ მთელი ოპოზიცია გდანში ვინც მოახერხა ღამე იქ დაანონსდა 1 ნოემბერს აქცია რუსთაველის გამზირზე და იცით იქ რა პირობას დაიდო, ხო? თორე 36 ადამიანი პარლამენტში, 36 აქტიური ადამიანი, პლუს კიდე სხვა, ხო?
პლუს აქტივობები გარეთ, ანუ ნაციონალურ მოძრაობა იქნება ლიდერები მოძრაობას ნების ყოფა პოლიტიკური ნაკლებად ქონდა ხოლმე და აი ახლა საინტერესოა თუ ამ ვერსიას გავყვებით რომ ლოგიკა არსებობს გამოჩნდა ერთი კარგი უნარი როგორც არის პოლიტიკური ნების ყოფა ანუ ის არ იყურება ახლოს მოდი ვთქვათ პირდაპირ რომ კონკურენტები დროებით პარტნიორები შეიძლება იყვნენ მაგრამ კონკურენტები არიან და არც ერთ პარტიას არ აქვს ინტერესი გაიზარდოს და განვითარდეს მისი კონკურენტი პარტია აი ამ პოლიტიკური ნების ყოფას თუ ეს გაჩნდა ნაციონალურ მოძრაობაში რაც ძვირფასი და მახასიათებელია პარტიისათვის სწორედ ასწორება იმაზე რომ პარლამენტში ჩამორთეს ოპოზიციაში მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა თუნდაც ერთი ეტაპი კიდევ შეიძლება ქართული ოცნება ან გაუმკლავდეს ან არა მაგრამ კიდეც კი ბატონო ამ შემთხვევაში შეიძლება ინტერესი ის იყოს პარტიული თეორიულად მათ შორის რომ ნაციონალურ მოძრაობამ არ დაუშვა სხვა პარტიების თანაარსებობა პარლამენტში ეს ლოგიკური საბაზრო პროცესია ეხა თუ შენ ჰეგემონიისკენ პოლიტიკური ჰეგემონიისკენ ისწრაფვი ესე უნდა გააკეთო ხო იმიტომ რომ დავინახეთ რომ 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა ქართულ მოძრაობა და ნაციონალურ მოძრაობა მაგრამ გამოწვევა იმდენად დიდი არის აი დღეს მდგომარეობით აი დღეს ნამდვილად რომ ჩვენ უფლება არ გვაქვს არ გავითვალისწინოთ ჩვენი პარტნიორების პოზიცია ჩვენი პარტნიორების სურვილი თუმცა ახლა გირჩის გარდა არც ერთ სხვა პარტიას არ აქვს სურვილი ბუნებრივი ბარიერი იყოს ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ ამასაც თავი დავანებოთ არის პაკეტში ხო შეცდომება შესათავაზებელი ოცნების მხრიდან და ამ პაკეტის ერთ-ერთი თავარი მაგისტრალური ასე ვთქვათ პირობა უნდა იყოს ახალი არჩევნები რასაც ნუ ზუგს აქცევენ თორე ისე კეთახებით მაგრამ ნახეთ რამე რას მინდა ხაზი გაუსვა ნაციონალური მოძრაობა თავისთავად უკვე იმ გზას ადგას რა ანუ მე ხა ბეწუნეთ რამდენად ახლა დამიჯერებს მაყურებელი არ დამიჯერებს მე იმედი მაქვს რომ დამიჯერებს და ხედავენ კიდევაც ამას ასახლა ვიტყვი ნაციონალური მოძრაობა თავისთავად უკვე ასე კოალიციურ ძალად ყალიბდება შიგნით ანუ ასე დაიწყო დიახ ასე მოვიდა და მე დაუშვა შესტომა რომ შიგნით იმდენად უკვე განსხვავებული კარგი გაგებით საკითხების გარშემო ადამიანები ვართ და ეს არის ჩემი აზრით კაპიტალი, სიმდიდრე, ჩვენ რასაც ხელი არ უნდა გაუშვათ. მე მაგალითად ჩემთან დამოკიდებული სულ არც ვიცი ცოტა ადამიანს ეგონათ ან ტოვებს ნაციონალურ მოძრაობას, სულ ეგონათ რომ ნაციონალურ მოძრაობას დავტოვებდი. იმიტომ რომ ხშირად ანუ ნორმიდან ამოვარდნილ განცხადებებს ვაკეთებდი რაღაცაში რაღაცას არ ვითახმებოდი. მაგითი მიიღებენ მგონი ის ფასი რაც გავს. როდესაც ხარდაჭერმა მიმიღო ისეთი როგორიც ვარ და მეც მივიღე ისეთი როგორც ვარ, ჩვენ თანამშრომლობთ უკვე. ასეთი მივიღე როგორც არის და ასეთი რომ მიიღო ბატონი რომან გუცირიძე ხო? ასეთი ქალბატონი სალომე სამადაშვილი, ასეთი რა ვიცი, სხვები ყველა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი სიმდიდრე ნამდვილად. მე არ მინდა ისეთ პარტიაში მომთო დავიწყო ერთი სათვი რომ მომისაჯოთ იმ პარტიაში ვერ გავჩერდები, სადაც ერთი მაგრამ შენ ახლა საკუთარ პარტიაზე მაგრამ კონკურენტები? ხო კონკურენტებს მე წარმატებებს უსურვებ რა გითხრათ ეხა კონკურენტები არ უსურვებ რეალურად ბაზარზე ასე არ ხდება არა ამ წუთის გომარებით უსურვებ აი მე ისევე შემტკივა ახლა გული პირდაპირ გეუბნები თუ თითქმის ისევე თუ ექნება პერსპექტივა აი თეორიულად ნაციონალურ მოძრაობას რომ ისევცე ნაციონალურმა მოძრაობამ შეასრულოს ელექტორატით რაც ახლანდელ სხვა პარტიებს აქვს უარ სიტყვი ამ სივრცეზე არ იტყვი მგონი ეს პოლიტიკური წესი ის სივრცე ელექტორატის ნაციონალურ მოძრაობამ მიიღოს რაც აქვს ახლა სხვებს უარ სხვა არის რა თქმა უნდა მაგრამ ნახეთ ეხა 31 ოქტომბერს სხვა ოპოზიციური პარტიებს მეტი შედეგი რო დაედოთ მხოლოდ გამიხარდებოდა რამდენი მანდატი გექნებოდა თუ 5%-იანი იქნებოდა ახლა ბარიერი ჩვენ გვექნებოდა დაახლოებით 20 მანდატით მეტი ანუ გაწყობ მაგრამ ნუ ეხა ანუ ორ პარტიას რო გადაგველა ხა მაგრამ ხოლო თქვენ და ქართულოცნა მაშინ უფრო მეტი გვექნებოდა ანუ გაწყობთ არა აქ მანდატებზე ხო არ არის ხოლო დაჩელა არა ხოლო მანდატებზე ნამდვილად არ არის საბოლოო ჯამში სისტემური წყობა სხვებზე მეტად ზუსტად იმაზეა ვინც რეალურად პროცესში ქვეყანაში ნახეთ მიგიხდით ეხა ჩამაფიქრე ქვეყანაში რო იყოს ინსტიტუციური სიმდგრადე ანუ სახელმწიფო ინსტიტუტები სახელმწიფო ინსტიტუტებს გვანდნენ და აი ფუნდამენტი ისეთი მყარი კონდეს ამ ინსტიტუტებში ვინც უნდა მოვიდეს წავიდეს ინსტიტუტი მაინც ინსტიტუტია და შტოები ერთმანეთზე დამოუკიდებელია ხო მაშინ ეხა მე პრობლემასაც ვერ ხედავ რომ იყოს თუნდაც ორი სისტემური პარტია ხო როგორც არის ეხა ისეთ აყვავებულ დემოკრატიაში როგორც ეს ამერიკის შეერთებული შტატები ხო რესპუბლიკელები და დემოკრატები არიან არა და რა ვერ იტყვის რომ იქ ცუდად მუშაობს
ცუდად მუშაობს დემოკრატია, ძალიან კარგად მუშაობს. ამაში მე ვერ ხედავ პრობლემას. ადრეთუბიან შეიძლება ეს ასე იყოს, შეიძლება ეს ასე არ იყოს, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით ჩვენთვის ამოცანა მართლა ასე შეიძლება ამ პარტიის როგორც ამ პარტიის თავმჯდომარე ამას ახლა არ უნდა ვიძახდე, ხო? ან ნებისმიერი სხვა პარტიის თავმჯდომარე ამას არ უნდა ვიძახდე, რომ ჩვენთვის თავარი ახლა არის აი ამ ვერაგი მოწინააღმდეგის დამარცხება, რომ ადამიანს არ მიცვეთ შესაძლებლობა ძალიან დიდას რომ გააუდაბნოოს ოპოზიციური ველი. მათ ეს სურს რომ გააუდაბნოოს ოპოზიციური ველი. თუმცა ზუსტად ეგ ვერსია არის სპეციალისტების ნაწილში, ვინც თulis რომ პარლამენტში არ შევლენ ეს პარტიები ზუსტად მათ გაუდაბნოებას შეუწყობს ხელს. ნუ არის ასეთი იცით რა არის? მე ძალიან მინდა ჯეროდეს მაგალითად აი ემპირიულად ასე რომ ვილაპარაკოთ ალეკოზე და ლევანზე, ხო? მე ვისურვებდი რომ ისინი არ შესულიყვნენ, იმიტომ რომ ნუ ჯერა სამწუხაროდ რომ მათ ძალიან ბევრი დაკარგეს. ამას ეხლა დრო გვაჩვენებს, ანუ რაღაცა უნდა თქვა, ნათქვამ ნამოქმედარის, მათი ნამოქმედარის, ჩემი ნამოქმედარის და ნათქვამის ჭეშმარიტ ფასს დაადგენს მომავალი და არც თუ ისე შორეული. მაგრამ ნუ ვუყურებ ახლა და არ მეჩვენება მომავალი მათი პერსპექტიული მიუხედავად იმისა, რომ მართლა გულშემატკივრობდი, რომ ბოლომდე იმეც ვიტოვებდი, რომ ეს არ მოხდებოდა და რაღაცა დონის ურთიერთობა ამ ადამიანებთან მქონდა და ახლაც ვცდილობ, რომ არ ვაკრიტიკო პერსონალურად არ შევეხო პოზიციები, ბუნებრივია, ჩემი გაკრიტიკებულია, მათაც გაკრიტიკებული აქვს ჩემი პოზიციები, მაგრამ ნუ ეს კულტურაც უნდა დავაწესოთ, ისიც რაც კი კარგი მოხდა აი ფანჩატურს ეძახიან ქართული ოცნების ისინი რომ წარმოადგენენ ლეიბორისტული პარტიაში თავიდან რომ შევიკრიბებოდით რა მოხდა იცით კარგი ანუ სალამი ისალა ოპოზიციამ ერთმანეთში უბრალოდ იქ სალამის დონეზე ურთიერთობა არ არსებობდა წარმოიდგინეთ ამ პატარა ქვეყანაში ამ პატარა ქალაქში პოლიტიკური კლასი ოპოზიციური წარმოდგენილია რომ არც ელაპარაკებოდნენ პოლიტიკურ ტრობაში და არა ოპონენტობაში პოლიტიკურ ტრობაში და არა ოპონენტობაში კი ბატონო კი ზიზღში ბოღმაში იყო გადასული და ეს ყველაფერი მოწესრიგდა ანუ ღმერთმა დიდი ხანი ყველა ჯანმრთელად ამყოფოს თუ ვინმე ჭირისუფალი იქნებოდა მისასამძიმებლად არ დადიოდა ვიღაცები ვერ დადიოდნენ და იმიტომ და ახლა ამასაც მინდა გავუფრთხილდეთ ელემენტარულ ურთიერთობებს ადამიანურს პოლიტიკურს იმიტომ რომ არ შეიძლება პოლიტიკოს არ ქონდეს შესაძლებლობა აიღოს ყურმილი და კოლეგა პოლიტიკოს დაურეკოს თუნდაც მიუღებოს მაგრამ საკითხის გარშემო თუ კი მართა პოლიტიკას ვაკეთებთ თუ კი მართა პირობითად აი თქვენი ტელევიზიის თანამშრომლის მომავალზე ვზრუნავთ ხო და არ მინდა რომ ხელი შეუწყვა ამ დაპირისპირების გაღვივებას და ამიტომ თავს ვიკავებ ახლა თუნდაც ალეკოზე საუბრისგან ლევანისგან საუბრისგან ნეგატიურ კონტექსტში მაგრამ თავარი არჩილ რომ დავხუროთ ეს საკითხი ჩემთვის ახლა არის გადავრჩეთ დიახ გადარჩენის ჟამი გვაქვს რა ნუ ასე ვუყურებ სამწუხაროდ და შანსი არსებობს სერიოზული გადარჩენის და ამ შანსი შეიძლება გამოყენება ხერხემაში გადატეხმა უნდა ახლა ოლიგარქიულ რეჟიმს ანუ წმენაში გატეხმა უნდა ადამიანების რომ არაფერი არ გეშველება ნიკა რა სტრატეგია უნდა გაჩნდეს როდესაც არ არის საკმარის მხარდაჭერა მოსახლებიდანაც არ არის საკმარის მხარდაჭერა პარტნიორების არის არსებობს ფაზები პოლიტიკაში რომელიც არის მეტათაქტიური ნაკლებად აქტიური ან პასიური იმ რეჟიმში რა რეჟიმში შეხაჩო ვიმყოფებით ბოიკოტის რეჟიმი ამ რეჟიმის უზრუნველყოფა არ იყო ადვილი წარმოუდგენელი შრომა იდგა ამ ყველაფრის უკან ესე არ მოხდა რა მარტივად ამ ყველაფრის ასე ვთქვათ ხორცშესხმა ნიშნულოვანი მგონია და ნუ გაგვიკვირდება რომ დღეს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორთან ნაწილს ან მნიშვნელოვან ნაწილს უკავია პოზიცია რომელსაც მეც დავიკავებდი მე როლში ყოფილიყავი დიახაც აუცილებლად თუმცა ხარდაჭერა ხო გჭირდება ხო მაგრამ ეს ხარდაჭერა არსებობს და ეს ხარდაჭერა ძალიან მკვეთრი გახდება მას შემდეგ როდესაც ქართული ოცნება უბრალოდ აღასრულებს ჩვენი 50-ზე მეტი ადამიანის ნებას და შეგვიჩერებს უფლებამოსილებას რატომ არ აჩერებთ თქვენი საზრით ხო ახლა ძალიან ადვილი გამოსაცნობია ხო ახლა პარლამენტში შესვლა არ გვინდა განცხადებები დაწერილია ქართული ოცნება იხტებას და არიტევს და ამბობს რომ რას ლაპარაკობთ ეს პარლამენტი ლეგიტიმურია აგერო რამდენიმე პარტია შემოვიდაო ხო თუ ეს მართლაც სიამოვნებაა რატომ არ გვიწყვეტენ იმიტომ ჩვენ მოთიციან მათ იციან ჩვენი პირველ რიგში რომ არჩევნები გააყალბეს
მათ იციან და შეუძლებელი არის არჩილ ხელისუფლება შეიცვლება არ არსებობს ხელისუფლება ვერ შეიცვალოს ესეთი რამე არსად არ მოხდარა და ხელისუფლება რო შეიცვლება იმ ხელისუფლების წიაღში ვინ ვის რას ავალებდა ეს ყველაფერი ზედაპირზე განმოვა მათ შორის თქვენთან აქ ეთერში და არაერთი ადამიანი მოვა და გაუჩნდება სურვილი რომ მოყვეს ისევე როგორც ყოფილა წარსულშიც და ამიტომ ქართული ოცნება ამ ყველაფერსაც ითვალისწინებს თქვენ რა გონიათ ეხლა იგივე მაგალითად კახი კალაძეს მერიაში ეხლა როდესაც აღარ იქნება ბატონი კახი კალაძე მერი აი როგორც თქვენ გიყურებთ ისე ვარ დარწმუნებული რომ იქ ძალიან ბევრი დარღვევა ზედაპირზე გამოვა. ოღონდ არა ისე როგორც თავად ამბობდა და მართლაც აჯერებდა ხალხს რომ აი საკმარისია ფეხი შედგა მერიაში და ნახავთ იქ სიტი პარკში რა ყველა ფული კეთება შემდეგ თავარია სეიფიდან დოკუმენტი ამოვიღო აი ესეთი მარტივი კატეგორიები საზოგადოებას ესაუბრებოდა და ბერმა დაიჯერა და სინამდვილეში რა მოხდა მოვიდა ადამიანი და უბრალოდ სახელი გადაარქვა სიტი პარკს აფერი შინაარსობრივად არ შეიცვალა. სერიოზულად თუ რამე პრობლემა არის კორუფცია, აი ფესვებში არის გამდგარი. დღეს ლევან ხაბეიშვილს ერთ ტელეკომპანიაში ქონდა არაჩვეულებრივი უბრალოდ აი ანგარიში ხალხს და პრაქტიკულად სადაც ფაქტები კონკრეტული ისე კი არ უბრალოდ კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებისადმი როგორ მუშაობს ქართული მასაჯულება. ესე იგი ვიღაცა ქალბატონი არის მოსამართლე, ამ ქალბატონის მეუღლე არის პროკურორი. ვიღაცა არის მაგალითად პროკურორის მოადგილე, იმის მეუღლე არის მოსამართლე. ოლქის პროკურორი, კახეთის იმის მეუღლე მოსამართლე. ანუ მთელი ეს კლანი არის პროკურატურა სასამართლო რეალურად არც მალავენ რომ ერთნი არის და ეს ადამიანები გასამართლებენ. იმიტომ კარგად არიან, არჩილ, კარგად არიან, მოიგდეს და პატრიოტიზმის ასე თქვათ ეგიდის ქვეშ საკუთარ თითქოს ხარდაჭერებს ამხნევებენ და 9 წელთან მიმართებაში თღზავენ ახალ და ახალ ლეგენდას, მაგრამ არ მუშაობს. ტელეკომპანია წინააღმდეგ დაგვრჩება. 9 წლის წინააღმდეგ ხო, ანუ აღარ მუშაობს. ესე ნახევარზე მეტი ნაციონალურ მოძრაობაში დღეს ნახევარზე მეტი არ ვიტყვი, უბრალოდ ქართულ ოცნებაში ვინც კი იყო 2012 წელს რომ მოვიდა. ნუ ბოლო ასეთი სოსო ჯაჭვიანი იყო, ხო ნახეთ, ხო? მომაც თქვა რომ ქართულზე არ შეიძლება მაგალითად იყო ხელისუფლების ადამიანი, რომელსაც სამარკო ნიშანი ამოტვიფული ქონდა პრაქტიკულად კერძზე ქართული ოცნების და უამრავი მხარდაჭერა დღეს ნაციონალურ მოძრაობაშია ქართული ოცნების წევრებიც, მხარდაჭერებიც, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებშიც არიან და ქართულ ოცნებაში ვინ არის, იცი? აი ნაციონალურ მოძრაობაში ვინც იყო და ვისი დამსახურებაც არც თუ ისე მოგზალებული არის, რომ ნაციონალურ მოძრაობა ხელისუფლებაში აღარ არის 2012 წელს დღეს არიან ქართულ ოცნებაში. მაგეთეთ გდანის მაგალითზე და ერთ და დავუსრულე. გდანში კანდიდატი ხო ვიყავ. და ეხლა ვიღაცისთვის ეხლა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დაუშვათ, ხო? იქით იცით ვინ მებრძოდა, მე მაგალითად, ანუ ვინ იყო თავარი რეალურად კობიაშვილის თავარი დასაყრდენი. ნაციონალური მოძრაობის დროინდელი 7 თუ 6 წლის განმავლობაში გლდანის გამგებელი ბატონი ნიკო ხაჩერიშვილი, ხო? აი ის იქით და პრაქტიკულად შტაბის უფროსი იყო. და მთელი აი ეს ადამიანი მადლობა თუ რამე გააკეთა ქართულმა ოცნებამ, თუ რამე პლუსი შეიძლება დავუწეროთ, მას არის რომ ბევრი ადამიანი მოგვაშორა, ერთხელ მოვიყვანე ეს მეტაფორა გავიმეორებ, აი გელი რო შედის ტყეში და ცხოველი გარდაცვლილი ცხოველები რომ მიმოფანტული არიან ტყეში და ტყე რო არ გაიხსნას და დასამებულ ცხოველებს რო ჭამს, ხო? აი ესეთი აი მოგვაშორა ესეთი ადამიანები ქართულმა ოცნებამ. ხო, ცოტა ხანში არ მივიღოთ ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობაში, როგორც ნაციონალური მოძრაობა ვიღეთ ქართულ ოცნების იუმორით ვამბობ. აი დიდი მადლობა. და თავარი რა მოახერხე და დავასოვა, ვერ მოვოცებ ამ საკითხის გაშლას, აი რა გაუკეთეს რაგბს, არჩილ არ ვიცი რა მოახერხეს მეგაფონით ხელში რაგბისტები ქუჩაში არც შევარდნობის ფედერაციების კლანიზმი დიდი ხანია რაღაცა წყალებში კულტურად ჩამოყალიბდა სამწუხაროდ. ძალიან დიდი მადლობა ნიკა. წარმატებებს გისურვებ. ნამდვილად ვიტყვი რომ მე ნაციონალური მოძრაობის მიმართ თითქმის ყოველთვის კრიტიკით გამოდიოდი და პირადად ჩემთვის გახდა საინტერესო ნაციონალური მოძრაობა მას შემდეგ რაც იქ თუნდაც ხაბეიშვილი ახსენე კიდევ სხვები და პირადად შენი ფაქტორი რაც არსებობს ამიტომ ეს
ფიქრობ ასეთი კატეგორიის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი მადლობა. ფაქტორია. წარმატების გისურვებით ჩემი ვეცდებით, შენდა რომ არ დამოკიდებულება, გაგიმკუროთ ხო, თუმცა თქვენ არის ამორჩეველი, ხილები უფრო. თქვენ არის ამორჩეველი ჩემთვის, პოტენციური ამორჩეველი არის ძალიან ფასეული პირდაპირ გეუბნებით და მინდა რომ ამ პარტიას ყავდეს დამატებით 10,000-ობით ამორჩეველი, რომელიც არ იყო ნაციონალურობის ამორჩეველი. ამას თუ გავაკეთებთ, გონია ხელისუფლებას მოსვლისთანავეც სხვაობას დიდ სიგრძნოს გასაგებია. ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იყო ჩემი სტუმარი.